ვარდებიდან მეხუთე პრემიერ-მინისტრის დანიშვნა სწორედ იმ კვირაში მოხდა, როცა ოპოზიციამ მემორანდუმით გააფორმა მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებზე საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენს ქვეყანაში განვითარებული პროცესების კვალდაკვალ პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური კვირა. თქვენი პოლიტიკური განწყობისთვის მე ვიზიარებ სააკაშვილის მწუხარებას, მას გადადგომა მოუწევს. ჩვენ ვიწვევთ მთელ ერს და მთელ ქვეყანას, რომ გაერთიანდეს ამ მოთხოვნით. ეს ლევან გაჩეჩილაძეა. ჩემი პრეზიდენტობის ბოლოა და 2013 წელს სრულდება. 2013 წლიდან მე აღარ ვიქნები პრეზიდენტი. ეს კი მიხეილ სააკაშვილია. როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს ამ ბრძოლას? ხელისუფლება თუ ოპოზიცია, რომელმაც წინა რაუნდი წააგო? ასეც დავასათაურე დღევანდელი გადაცემა 2009 თუ 2013, როდემდე იქნება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გაბათილდა თუ არა ხმები სააკაშვილის და მგალობლიშვილის დაპირისპირებაზე ვარდების რევოლუციიდან დღემდე საქართველოს მეხუთე პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მოგესალმებით. ეს ხალხო უდიდესი ტრაგედია. დაღუპულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ზურაბ შვანია. გეგა გრიგოლ გალობლიშვილი ოფიციალურად რატომ მაინც და მაინც გილაური ახალგაზრდა სასურველი სასიძო ხელისუფლების ფანებისთვის და უსაფრთხო თავად ხელისუფლებისთვის მისგან პოლიტიკურ ამბიციას არავინ ელის, როგორც ამბობენ გილაური მერაბიშვილის კაცია და მისი გაპრემიერება ვანო მერაბიშვილის კიდევ უფრო გაძლიერებას ნიშნავს. ერთჩვენია დღეს ძალიან რეალურია, რომ პრემიერი არ იყოს გალობლიშვილი, სააკაშვილი არ იყოს პრეზიდენტი და თქვენც კი არ იყოს ჟურნალისტი. დაუსრულებელი ცვლილებები და დაუსრულებელი გეგმები სააკაშვილის საჭიროდ თვლის დააკონკრეტოს მისი პრეზიდენტობის ვადა. მე ვადა მეწოდება 2013 წელს. 2013 წელს შლის შემდეგ პრეზიდენტი მე აღარ ვიქნები. იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე, ოპოზიცია პირობას დებს, რომ ახალ ბრძოლას მოიგებს. ბრძოლა დაიწყო, სტარტი აღებულია, მაგრამ მემორანდუმზე, რომლითაც პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა განისაზღვრა, ყველა ოპოზიციონერის ხელმოწერა არაა. როგორ აპირებს ოპოზიცია სააკაშვილის წინააღმდეგ ომის მოგებას? გავერთიანდით მხოლოდ ერთი საქმისთვის და ეს საქმე არის ამ ქვეყნის გადარჩენა. სააკაშვილი უნდა გადადგეს. პოლიტიკურად ვიზიარებ სააკაშვილის მოხარებას და დიდი სიამოვნებით ვაწერ ხელს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. მას სააკაშვილთან ბრძოლის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ასევე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სააკაშვილთან მოლაპარაკებებშიც. შარშან იგი კინაღამ პრეზიდენტი გახდა. ჩაიქნია თუ არა ხელი პრეზიდენტობაზე და ოპოზიციის ლიდერობაზე. კაცი, რომელსაც სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერაში არც თუ პატარა წვლილი აქვს. იგი დღევანდელი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ეს გადაცემაში პოლიტიკური კითხვები ლევან გაჩეჩილაძეს. მიშა, შენ თუ ერთი ნამუსი მაინც დაგჭერია. და თუ ბოლომდე უნამუსო არა ხარ, მოდი, დაგველაპარაკე. როგორ ხდება ხელისუფლება ოპოზიციის გააქტიურებას და რა პასუხი ექნება გადადგომასა და არჩევნების დანიშვნაზე, თუ ხალხი ქუჩაში გამოვა? რატომ ხდები ყოველდღიურად პრეზიდენტის პირდაპირ ეთერის მოწმეები? არასოდეს ეს თავრობა უკან არ დაიხევს პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველანაირ დემოკრატიის ფარგლებში არსებულ ღონისძიებას და ზომაზე. მას დაპირისპირებულებთან ბრძოლის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სტრუქტურიდან, რომელსაც გენერალური პროკურატურა ჰქვია. როგორ დაუპირისპირდება ხელისუფლება საპროტესტო ტალღის აგორების შემთხვევაში ოპონენტებს და როგორ ემზადება სააკაშვილის გუნდი ახალი ბრძოლის მოგერიებისთვის. დღეს გადაცემაში პოლიტიკურ შეკითხვებს ხელისუფლების გუნდიდან ნიკა გვარამია პასუხობს. ამ კვირაში რამდენჯერმე ისევ გავხდით ტელედაპატიმრებების მოწმე. შეიძლება თუ არა პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების პარალელურად კვლავ გახშირდეს დაპატიმრებები და კიდევ ერთხელ ვიხილოთ პირდაპირ ეთერში ისეთი სურათი, რაც არაერთხელ გვინახავს ვარდებიდან დღემდე. ყველას დაადეთ ხელბორკილებს.
არასოდეს ეს მთავრობა უკან არ დაიხევს პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველანაირი დემოკრატიის ფარგლებში არსებულ ღონისძიებასა და ზომაზე. ამ კვირაში მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებამ ბევრს წელიწად ნახევრის წინ გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებული პოლიტიკური მინიშნება თუ მუხარა გაახსენა, ვინმეს ღმერთი არ გაგიწყრეთო. რას ნიშნავს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი საჭირო თვლის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას დააკონკრეტოს, რომ დესტაბილიზაციას არ დაუშვებს და რას ნიშნავს დემოკრატიული ზომები და ღონისძიებები ხელისუფლებისთვის, თუ საპროტესტო გამოსვლები დაიწყება, როგორც ამას ოპოზიცია გვპირდება. ორიოდე წუთში ამ შეკითხვას დაუსვამ ხელისუფლების გუნდიდან ადამიანს, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს დაპირისპირებულ ოპოზიციასთან ბრძოლაში გენერალური პროკურატურიდან. ყველას გემახსოვრებათ ნოემბრის ცნობილი ფილმები და ამაზე საუბრი თავს აღარ შეგაწყენ. იგი დღეს განათლების მინისტრია და ალბათ ასევე პასუხი ექნება გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რას ნიშნავს ხმები, რომ საქართველოს მთელ რიგ სკოლებს მიუვიდათ ვანო მერაბიშვილის სპეციალური წერილი, სადაც საუბარია კრიმინალთან ბრძოლის გაგრძელებასა და სკოლების თანამშრომლობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. რას ნიშნავს და რატომ დაიწყო ისევ ტელედაპატიმრებები ამ კვირაში? შესაძლებელია თუ არა ეს ყველაფერი ერთგვარად შიშის დათესვის მომენტს უკავშირდებოდეს ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ახალი პოლიტიკური ბრძოლის წინ, რომ ვინმემ არ გაბედოს და არ ჩაებას ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით პროტესტი. ნიკა გვარამიას წარმოგიდგენთ სტუდიაში 2009 თუ 2013 წელი. რა სიტყვის ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი ბატონო ნიკა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ დავბრძანდეთ. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო ჩემი ერთი განმარტებით. ამ შემთხვევაში დავაკონკრეტებ, მე ნიკა გვარამია დღევანდელ გადაცემაში მოვიწვი არა როგორც განათლების მინისტრი, არამედ როგორც დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური გუნდის ძალიან აქტიური წევრი და მე მინდა რომ ჩვენი საუბარი არ შემოიფარგლოს განათლების საკითხებით, თუმცა ოდნავ მოგვიანებით დავსვამ ასეთ შეკითხვას, რომელიც გავრცელდა ბოლო პერიოდში ინფორმაცია, თითქოს სკოლებში მივიდა ვანო მერაბიშვილის სპეციალური წერილი. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ჩვენი გადაცემის სათაური ასეთი შევარჩიეთ. 2009 თუ 2013 ოპოზიცია იმუქრება, რომ სააკაშვილს მოუწევს სულ მალე თანამდებობიდან წასვლა. მემორანდუმი ხელმოწერილია, მართალია ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ და სუბიექტის მიერ არა, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ ამ პირობას აუცილებლად შეასრულებენ. რა სიტყვით თქვენ 2009 თუ 2013? მე ვფიქრობ, ამოსავალი წერტილი ყველაფერთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, არის არა ის, ვინ რომელ წლამდე არის ხელისუფლებაში, ვინ არის ხელისუფლებაში და ასე შემდეგ. ამოსავალი წერტილი არის, რა მიზნებს ისახავს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრი იმისათვის, რომ ქვეყანა მიცხოვროს უკეთესად, იმისათვის, რომ ქვეყანამ გაუძლოს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ჩვენი ამოცანაა ადამიანები ცხოვრობდნენ უკეთესად და უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ცხოვრობენ დღეს, ვიდრე ცხოვრობდნენ გუშინ და ასე შემდეგ. დღეს საქართველოს ძალიან სერიოზული საფრთხეების და გამოწვევების წინაშე დგას, ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა. რუსეთი, რომელიც შედის პოლიტიკური და ეკონომიკური მათ შორის კრიზისის ძალიან მწვავე ფაზაში, ბუნებრივია ეცდება აუცილებლად, რომ გამოსავალი შიდა ენერგიას აპოვნინოს სხვა ფაქტორებზე და ეს დიდი მუხტი, რომელიც აუცილებლად დაგროვდება, იმიტომ რომ პრაქტიკულად ქვეყნის ეკონომიკური სისტემა არის ჩამოშლის პირას, გადაიტანოს სხვა მიმართულებებით, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე. სხვა მიმართულებებით, ანუ კვლავ დაიწყოს ომი? საქართველოს მე ესე რადიკალურად ამას არ ვიტყოდი. თუმცა ბუნებრივია, რომ თეორიული საფრთხე ამის არსებობს, მაგრამ მსოფლიო თანამეგობრობა აბსოლუტურად განსხვავებულად უყურებს უკვე რუსეთს, როგორც ცნობილი, ასე ვთქვათ, მოვლენების შემდეგ, მას შემდეგ, რაც მან იომა საქართველოსთან, იმისათვის კი არა, რომ ახალგორი და კოდორი წაერთმია, იმისათვის, რომ საქართველო დაიპყრო. ამას უსვამ ხაზს. რაც შეეხება იმას, რა ამოცანები გვაქვს ჩვენი ამოცანა არის სტაბილური განვითარების პირობებში უზრუნველყოთ ის, რომ საქართველოში სრული მოცულობით არ შემოადგას ფეხი მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა. იგივე თქვენ ძალიან კარგად ინფორმირებული ხართ და ბევრი ადამიანი ძალიან კარგად ინფორმირებულია, პრაქტიკულად მთელი საქართველოს მოსახლეობა, რა ხდება დღეს მსოფლიოში, მათ შორის განვითარებულ მსოფლიოში. მაგრამ მსოფლიო კრიზისს ისე ხშირად ახსენებს, მაპატიეთ ბატონო ნიკა, ხელისუფლება თითქოს ამითი ხალხს ეუბნება, რომ აი ოპოზიცია იქნება, მოდი ძალიან ისე ბანალურად შეიძლება გავამივიდეს, მაგრამ ოპოზიცია იქნება უნამუსო. ოპოზიცია იქნება ძალიან ცუდი, თუ კი ამ ფინანსური კრიზისის პირობებში დაიწყებს საპროტესტო მიტინგებს. სხვა თემაა ისინი ამას რამდენად მოახერხებენ, ამაზე მე ლევან გაჩეჩილაძესთან დავსვამ.
აბსოლუტურად სხვა თემაა, როგორად შევაფასებთ ჩვენ ოპოზიციას თუ ის დაიწყებს გამოსვლებს. თუ არა, ისინი პირობას დებენ, რომ აუცილებლად მე რას ვფიქრობ, როგორი იქნება უნამუსო იქნება თუ განსხვავებული, საკუთარ თავზე რას ფიქრობს ოპოზიცია, ამასაც მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში. ჩვენი ამოცანა არის საქართველოში არ შემოვიდეს ღრმად ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც არის დღეს მსოფლიოში. ნებისმიერ სიტუაციაში ეს მოხდება თუ საქართველოში იქნება პოლიტიკური დესტაბილიზაცია. და თუ არ იქნება პოლიტიკური დესტაბილიზაცია, როდესაც მსოფლიო არის კრიზისში, საქართველო არის დღეს იმ მდგომარეობაში, რომ მსოფლიო კრიზისისგან განყენებულად ჩვენ ქვეყანაში იგივე არის. საქართველო არ არის, რა თქმა უნდა, განყენებულ მდგომარეობაში. საქართველო თავისთავად ცხადი არის წაბმული მნიშვნელოვანწილად მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. თავისთავად ცხადია, ჩვენ არ ცხოვრობთ იზოლაციურ საზოგადოებაში, საბედნიეროდ. თუმცა არის ქვეყნები, რომლებმაც მოახერხეს ამ ეტაპზეც და მათ შორის არის საქართველოც ამ ქვეყნებშიც ასევე საბედნიეროდ მოახერხეს თავი დაეღწიათ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებისგან, საბანკო სისტემის ჩამოშლისგან, ეკონომიკური დეფოლტისგან, ფულადი რესურსების, ფულის ერთეულის ჩამოშლისგან. არიან ქვეყნები, ვინც ეს მოახერხა და საქართველო არის მათ შორის. ეხლა ის რომ ჩვენ სერიოზული ძალისხმევა გჭირდება საიმისოთ, რომ ეს შევინარჩუნოთ და ჩვენ რო საუბრობთ ახალ სამუშაო ადგილებზე, ბუნებრივია შექმნა მნიშვნელოვანია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ უკვე არსებული სამუშაო ადგილები, ეს არის მთავარი ამოცანა. თუმცა შენარჩუნების რა გითხრათ, ბოლო 2 თვეა გვესმის ინფორმაცია, როგორ ათავისუფლებენ ადამიანებს სამსახურებიდან ზედიზედ ბუნებრივი პროცესია და ძალიან სამწუხარე, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით. ამ ვითარებაში ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური სტაბილობის მეტნაკლებად შენარჩუნება. ყველა ფაქტორი, რომელიც შემოიტანს დამატებით სირთულეებს პოლიტიკურს მათ შორის, იქნება რა თქმა უნდა მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო სუსტები ვიყოთ პოლიტიკურ კრიზისთან ბრძოლაში, ვიდრე ვართ. ყველა ფაქტორი და თქვენ თქვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ სტაბილურობის შესანარჩუნებლად. იგივე განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. რას ნიშნავს ეს ხაზგასმა? ანუ თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე ერთგვარი რეზიუმე რომ გავაკეთო, ამბობთ, რომ თუ კი ოპოზიცია დაიწყებს საპროტესტო გამოსვლებს, ამით ისინი ხელს შეუწყობენ ამ პრობლემის გაღვივებას და რას ნიშნავს ეს, რომ დესტაბილიზაციას არ დაუშვათ? საპროტესტო დესტაბილიზაცია არ უნდა დაუშვას არც ერთმა პასუხისმგებლობიანმა მთავრობამ. ეს არის მისი ამოცანა. ეგ არის სწორედ სხვაობა, მე ვფიქრობ იმ შეფასებას შორის, რომელიც აქ ისმოდა და იმას შორის, როგორც მე მესმის დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაციაში ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც მე იმედი მაქვს, რომ არ იქნება, იმიტომ რომ პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამას, მათ შორის ოპოზიციური ძალები, არ იქნება დაშვებული. ეს არის სრულიად ბუნებრივი განცხადება დამეთანხმებით მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან. რაც შეეხება საპროტესტო გამოსვლებს, ვინმე ფიქრობდეს, ეხლა შეთქმულების თეორია კვლავ მოდაში, რომ სახელმწიფო მოდით ერთი პატარა ამონალიდი რაც შეეხება მე დავასრულებ უკაცრავად, რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა იყოს საპროტესტო გამოსვლები, ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი და მე ამაში არაფერს ტრაგიკულს არ ვხედავ. პირდაპირ გეტყვით, იყო ძალიან ბევრი საპროტესტო გამოსვლა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აღქმული იქნა ადეკვატურად. და არაფერი არ მოყოლია ამ საპროტესტო გამოსვლებში. იყო 7 ნოემბერი. მაგრამ მოდით ერთად მოვისმინოთ და მე შემდეგ დაგისვამთ კითხვას სწორედ ამ ღონისძიებებსა და ზომაზე თუ შეიძლება. კი ბატონო. მას დაყენებულია უმძიმეს კორუფციული ბრალდებები. ეს მათი ჩვეული არჩევანია, განსაკუთრებით დღელავდნენ ისინი კარიერას გადაარჩენ და ეს მათი პრობლემაა. მაგრამ რამდენიც ამ ცდილობა რომ ვინმე პოლიტიკას ამოფარებოდა. რომელიც დააპირეს რომ დაანთოს სესხლთან მე გარედან ვიღაცა და ტერმინებს გამოიყენება, მაგრამ გუშინ რამოდენიმეჯერ მოვისმინეთ, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს. და რამე ტიპის ძალადობრივ ქმედებისკენ არ წაუწდეს ხელი საკუთარი უგუნურობით, თორემ სახელმწიფოს პასუხი, როგორც ეს უნდა იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში, იქნება უმკაცრესი კანონის ფარგლებში. მოდით მე აღარანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, პირდაპირ გისვამთ კითხვას. მაშინაც ასე იყო ნათქვამი, ღმერთი არ გაუწყეს ვინმეს. ეხლა თქვენ ამბობთ რომ არ დაუშვებთ. კომენტარს მე გავაკეთებ, მაგრამ მე ხო გითხარით. იყო 7 ნოემბერიც. სრულიად გამყარებული მაქვს რწმენა იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 7 ნოემბერს ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მისული იყო იქ იმიტომ, რომ გამოეხატა დემოკრატიული პროტესტი, იყვნენ ადამიანები, მათ შორის აც გარდაცვლილი ბადრი პატარკაძიშვილი, რომელიც პროცესებს მართავდა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით და
სრულიად დარწმუნებული ვარ ინგა იმაში, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მოდით სრულიად დარწმუნებული ვარ ამაში. კიდევ ერთხელ თემაზე ბევრი რომ ვიდაოთ, მაგრამ ყოველთვის როდესაც ამ თემაზე არის ხოლმე საუბარი, ერთ-ერთ არგუმენტად მოყავთ ხოლმე იგივე ტელეკომპანია, რომლის მფლობელიც იყო ბადრი პატარკაიშვილი, სადაც მეც მუშაობდი და ჩემი მეგობრებიც. ნებამომეცით არ დაგეთანხმოთ, ჩვენ არანაირ სახელმწიფო გადატრიალებაში არ ვიღებდით მონაწილეობას და როდესაც ამბობთ ბადრი პატარკაიშვილი და სხვა ადამიანები. იქნებ დამიკონკრეტოთ ბატონო ნიკა, მე გავიხსენებ რომ თქვენ იყავით ამ დროს გენერალური პროკურორის მოადგილე და ცნობილი ფილმები, იქ სხვა ადამიანები იყვნენ დასახელებულნი. რატომ არავინ არ დააპატიმრეთ თუ კი ისინი სახელმწიფო შეთქმულებაში აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ფილმი ხაზგაუსვავ, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის მოადგილის მონაწილეობით იქნა გაკეთებული. იმ ფილმში იყო საუბარი იმ საფრთხეებზე, რომელიც იყო ბადრი პატარკაშვილის მხრიდან ინსპირირებული. შემდგომ ამ ფილმში გაჟღერებული ინფორმაციები უტყუარად დადასტურდა ხასუსვამ იმ მტკიცებულებებით, რომელიც შემდგომში იქნა მოპოვებული გულისხმობ კოდუა პატარკაშვილის, ასე ვთქვათ, საუბრებს და აბსოლუტურად დაზუსტებით შემიძლიათ გითხრათ და დღესაც აბსოლუტურად მყარი ვარ ამ რწმენაში. ჩვენ მაშინ საქმე ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, რომელსაც სახელმწიფო თავისთავად ცხადია არ დაუშვებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ესეთ ინსპირაციებს ადგილი არ ექნება. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს, ქალბატონო ინგა, მონაწილეობაზე მე კიდევ ერთხელ პასუხობ. ტელეკომპანია იმედის თემაზე მოდით შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, რომ თქვენ როგორც ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი ამაში არ მონაწილეობდით. მაგაში მეც გეთანხმებით. არც ჩემი კოლეგები ვინც იქ მუშაობდნენ. ვინ დაადანაშაულა ბოდიშ ვიხდით თქვენი კოლეგები. არა, როდესაც არის საუბარი ბადრი პატარკაშვილზე, ავტომატურად ებმება ხოლმე ეს. ეხლა რაც შეეხება იმას, ვინ არის დაპატიმრებული, ვინ არა. თქვენ ნახეთ იქ ვიზეც იყო საუბარი, მე არა მაქვს პოლიტიკურ ფიგურებზე ლაპარაკი, რომელთა ჩანაწერები იქნა გაშვებული იმ უწყების მიერ, ვინც მოიპოვა ეს ჩანაწერები და მოიპოვა ლეგალურად და მას ჰქონდა უფლება, რომ ეს ჩანაწერები ეცნობებია საზოგადოებისთვის, თუმცა მე არ მინდა ეხა რეფლექსია ამ საკითხში და წარსულში ჩაღრმავება, ერთ რამეს ვიტყვი უბრალოდ. ამ ჩანაწერების გაშვების შემდგომ ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობას არ ქონია ადგილი და ეს ადამიანები არ დადანაშაულებულან მარტივად გეტყვით სამართლებრივად არ გინდა სამართლებრივ დისკუსიაში მონაწილეობას რატომ არ დაუდანაშაულებიათ უკაცრავად ეს ადამიანები სახელმწიფო ლევან ბერძენიშვილი გოგა ხაინდრავა უკაცრავად არა იქ გავრცელებული ის ყველაფერი მასალა რომელიც იყო მათი კავშირები ლამის საელჩოსთან შნურებით მიბმული ოპოზიციის ლიდერები რატომ იქნენ მაშინ ისინი დასახელებული რომელიც გამოქვეყნდა ხო რეალური ფაქტები იყო ეს ფაქტები გაიგო საზოგადოებამ ადეკვატური დასკვნები გააკეთეს. კარგი, მარტო ერთი კითხვა მინდა და აღარ გავაგზელებ ამ თემაზე საუბარს. ისინი იყვნენ თუ არ იყვნენ მოღალატეები. ისინი იბრძოდნენ თუ არ იბრძოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ. აი ეს პასუხი მითხარით და შემდეგ კითხვა. მოდი პირდაპირ გეტყვით. ესეთი შეკითხვა ისინი იყვნენ თუ არა მოღალატეები, ეს არ არის სამართლებრივი შეკითხვა. თუ სამართლებრივად გაინტერესებთ შეთქმულებაში ისინი თუ იღებდნენ მონაწილეობას, ისინი სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცემოდნენ. მე მგონი ამ უწურავი პასუხი გავეცე. მაშინ გაუგებარი ხდება ერთგვარად რა საჭირო იყო. არა, გაუგებარი ხდება ის რომ ამის შემდგომ პოლიტიკური პროცესები განვითარდა იმგვარად, რომ თქვენ საუბრობდით 7 ნოემბერზე, ვინ დაისაჯა და ვინ არა, ამაზეც იყო საუბარი, თქვენ გახსოვთ, რომ პოლიტიკური კონსენსუსი იყო იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ პოლიციელებიც, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას და მომიტინგეებიც, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული, ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, გათანაბრებული იყვნენ და არ მომხდარიყო მათი დასჯა. ხო გახსოვთ, რომ ეს იყო პოლიტიკური კონსენსუსი. პოლიციელები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას, მე არ ვიცი რას ნიშნავს, როდესაც ჟურნალისტი გარბის დღეში და უკან მისდევს პოლიციელი და მას ებრძვის უდანაშაულო ადამიანს. შეიძლება თქვენთვის სადაო თემა, მაგრამ ფაქტია რომ პოლიტიკური კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა ოპოზიციასა და ხელხანდილთან მინდა რომ გადმოვიდეთ. მე იცით რატომ განვავრცე ეს თემა. 7 ნოემბერი, მაშინაც თქო, გაისმა ასეთი განცხადება, არავის არ შეეშალოს რამე და ღმერთი არ გაუწყეს. როდესაც თქვენ დღეს ამბობთ, რომ არ დაუშვებს დესტაბილიზაციას, მითხარით ამ შემთხვევაში შეიძლება თუ არა იმ დემოკრატიულ ფორმების უკან ვიგულისხმოთ იგივე სწორედ, რომ თუ კი იქნება საპროტესტო გამოსვლები, თუ კი ოპოზიცია მოახერხებს ხალხის გამოსვლას და ახალი ტალღის აგორებას შესაძლებელია მოხდეს იგივე ზომებით ამ ხალხის დაშლა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მართებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი ტიპის, ასე ვთქვათ, ისეთი ტიპის ქმედებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 7 ნოემბერს, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. პირდაპირ შემიძლია ეს გითხრათ. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა ვიყოთ მიმართული იქითკენ, რომ ერთობლივად ქვეყანა გამოვიყვანოთ უმძიმესი კრიზისიდან, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანაში შემოვიდეს სრული მასშტაბით. და ეს არ იქნება ინგა
სახუმარო საკითხი და ჩემი და თქვენი გასარჩევი ისე როგორც ეხლა ამას შვიდად ვაკეთებთ. არა, მე სხვა რამეს ვარ. აი ისე შვიდად როგორც ეხლა ჩვენ ამაზე მსჯელობთ, შეიძლება მაშინ ვერ ვიმსჯელოთ. წარმოდგენაც კი მიჭირს იმისა, საქართველოში რომ დაიწყოს ისეთი პოლიტიკური კრიზისი, უკაცრავად ეკონომიკური კრიზისი, როგორიც არის ეხლა მაგალითად უკრაინაში და ძალიან წუხوار ამის გამო მაგალითად რუსეთში რა შეიძლება ამან მოიტანოს საქართველოში. ეს არის 10,000-ობით დაკარგული სამუშაო ადგილი, 10,000-ობით შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ჩვენი ამოცანა არის ეს და ჩვენ გონია რომ ქვეყნის გადარჩენა არის ამაში განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რაც ახლა მე მოვისმინე რომ ქვეყნის გადარჩენა არის რაღაცა არ ვიცი რა ქვია სააკაშვილის გადადგომაში და მემორანდუმის ხელის მოწერაში. აი თქვენ ამბობთ 10,000-ობით სამუშაო ადგილი, 10,000-ობით სამუშაო ადგილი აქამდეც დაკარგა ძალიან ბევრმა ადამიანმა ამ ქვეყანაში. არა აქვს ხალხს თქვათ მიზეზი ბატონო ნიკა ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ რომ დღეს თუნდაც აი ამ საფრთხის მიუხედავად რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ ისინი გამოვიდნენ ქუჩაში. მოდით მე ძველ თემებს არ შევეხები შეგნებულად. უბრალოდ ისე შეგახსენებთ სასამართლოების თემას, ადამიანის უფლებების თემას, ცნობილი მკვლელობების თემას, იგივე იმ პოლიტიკას რაც კი ხორციელდებოდა თუნდაც დღემდე. მე სპეციალურად თქვი არ შევეხები თქო იმ ძველ თემებს. არ გამოსულან ინგა ადამიანები ამის გამო ქუჩაში, არ გამოუხატავთ თავისი პროტესტი. არა, ამას გეკითხებით, არა, ადამიანებს გამოსვლის საშუალება. დღესაც გრძელდება იგივე. ადამიანებს გამოსვლის საშუალება ქუჩაში საპროტესტო აქციით რა თქმა უნდა აქვს. ეს როგორ შეიძლება ვინმე მოარყოს. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესის ნაწილი და მე საქართველოს მიმაჩნია დემოკრატიულ ქვეყნად. ამიტომ ამას ნამდვილად არ ვუყურებ როგორც რაღაცას ვთქვათ რიგიდან გამომავალს. ნამდვილად არ არის ეს ასე. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია ეს. უბრალოდ მე სხვა რამეზე მინდა ხაზგასმა გავაკეთო და მე არ მგონია რომ ეს ძალიან გაუგებარი იყოს. ჩვენ ვდგევართ ძალიან სერიოზული ეკონომიკური საფრთხეების წინაშე. საბედნიეროდ ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს ეკონომიკური საფრთხეები არ არის რეალიზებული ბოლომდე საქართველოში. საბედნიეროდ ჩვენ ამას ვახერხებთ იმის გამო, რომ პოლიტიკური სტაბილურობა გვაქვს. საბედნიეროდ ვახერხებთ იმის გამო, რომ სოციალური დაკვეთა ნამდვილად არ არის ის, რომ დღეს მოხდეს კონსოლიდაცია ოპოზიციური ცალკეული ოპოზიციური ძალების. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების დაკვეთა ამაზე. მე ესე მგონია თქვენი აზრი გაქვთ ოპოზიციური ძალების თავში, მე ჩემი აზრი მაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის სოციალურ კვლევებს, მათ შორის ადამიანების განწყობილებებს მე მაქვს ურთიერთობა ძალიან ბევრ ადამიანთან. დღეს საზოგადოებრივი დაკვეთა არ არის ხელისუფლების დამხობა. დღეს საზოგადოებრივი დაკვეთა არის ის, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთესად. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ საზოგადოებრივ დაკვეთას ვუპასუხოთ ადეკვატურად. რაც შეეხება ოპოზიციას, კაბატონინგა, ოპოზიციას მართებს უფრო მეტი მუშაობა იმაზე, რომ შესთავაზოს უკეთესი ალტერნატივა საზოგადოებას საკუთარი სახით და არა მუშაობა იმაზე, რომ საზოგადოება აანთოს, ასე ვთქვათ, დაატრიალოს ასე ვთქვათ, ბოდიშვიხტი ამ სიტყვისთვის ქარისწისქვილები, რომელიც ესე ვთქვათ, არაფრის მომტანი არ არის, გარდა იმისა, რომ საზოგადოებას ემოციურ ფონს კიდევ უფრო მეტად უმწვავებს და თამაშობს მის სუსტ წერტილებზე. ქარისწისქვილებია ის, მუშაობა მართებს ოპოზიციას იმაზე, რომ ჩამოაყალიბოს მწყობრი, სტაბილური ალტერნატივა. მე იმედი მქონდა, რომ ეს მოხდებოდა მას მერე, რაც ძალიან ცუდი გამოცდილება დააგროვეს იმისა, ზუსტად იგივე ფორმებით მოქმედების შედეგად, რა ფორმებითაც დღეს მოქმედებენ, მე მქონდა ასე ვთქვათ იმედი, რომ ეს აღარ მოხდებოდა და გაკეთდებოდა ადეკვატური დასკვნები. თქვენ სხვათა შორის ბრძანეთ კიდევაც, რომ იყო ასეთი პრეცედენტი და ოპოზიცია დამარცხდა და დაამარცხა ქართულმა ხალხმა. ხელისუფლებამ კი არა, ქართულმა ხალხმა, რომელმაც უთხრა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არის კონსტრუქციული, გასაგები, პროდუქტიული ალტერნატივის ნახვა. ოპოზიციის გასაგონად, აი ეს არის ხელისუფლების დასკვნა, თუ რატომ ვერ მოიგო ოპოზიციამ პირველი რაუნდი. თქვენ წეგამ ბრძანეთ, რომ ხალხმა დაამარცხა. არჩევნები. კარგით, მოდით ერთ კითხვას დაგისვამთ. აი, ჩვენ ხალხის გამოსვლებზე საუბრობთ, მე წეგამ თქვი, რომ სპეციალურად თქო ძველ თემებს არ შევეხები. თუ კი იგივეს ხედავს ადამიანი, რაც ხდებოდა მანამდე, რამაც გამოიყვანა ქუჩაში, ერთი ისტორია მინდა შეგახსენოთ, ალბათ ეს თქვენ გეცოდინებათ. ჩვენ ხო საუბრობთ ვაზაგაშვილზე, რობაქიძეზე, ასე შემდეგ, სანდრო გირგვლიანზე. მე ამ თემებზე აღარ გთხოვთ კომენტარს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ გიორგი გამცემლიძე, ასეთი ახალგაზრდა კაცი, იქნა მოკლული პატრულის მიერ. ეს სკანდალი რაღაცნაირად მაინც არ გახმაურებულა. ითქვა, მაგრამ ისე რა. ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო შეუიარაღებელი, რომელსაც გაეკიდა პატრული, რომელიც ჩაცხრილეს მანქანაში და პატრულს, რომელიც ალბათ იყო გათამამებული ნულოვანი ტოლერანტობიდან გამომდინარე ან რაღაც ასეთი, მიუსაჯეს მხოლოდ 2 წელი და 2 პირობითი. აი რა სიტყვით. როცა ადამიანებს ესმით, რომ ასეთი ისტორიები ხდება, ავტომატურად პროტესტის გრძნობა არ ჩნდება, ბატონო ნიკა. სპეკულაცია ბოდიშვიხტი ამ სიტყვის. სპეკულაცია ჩემი მხრიდან? სპეკულაცია ხა ცუდი
ცუდი რაკურსით არ ვამბობ, ანუ მე ამბავი მოგიყევი, ძალიან ტრაგიკული ამბავი ახალგაზრდა კაცისა. გეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან ტრაგიკული ამბავი და დანაშაული პოლიცია. მე ნამდვილად ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ საქმის დეტალები ესე დაწვრილებით არ ვიცი, რის საფუძველზე გაკეთდა ესეთი დასკვნა სასამართლოს მიერ და რა ხდებოდა საქმეში, ნამდვილად ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ კომპეტენტურად ამაზე მიმსჯელებ, იმიტომ რომ მართლა დეტალები არ ვიცი. მე პირდაპირ გეტყვით, რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს უფლება აღშფოთდეს ამ ფაქტით, აქვს საზოგადოებას ამის უფლება და ამ უფლებას ეს უფლება არავის არ შეუზღუდავს დღემდე. რატომ მისვავთ ასეთ შეკითხვას, უბრალოდ ეს ვერ დავადგინე. არა, მე უბრალოდ გისვამ ვინმე ამბობს იმაზე, რომ ამაზე საუბრის უფლება არ აქვს თქვენ მაგალითად მე გისვამ თითით რატომ ამ შეკითხვას, რომ როცა ამბობთ, რომ ხალხი უნდა გამოვიდეს თუ არა, ოპოზიციამ ეს უნდა გააკეთოს თუ არა, როცა ხალხში არის ერთი და იგივე კითხვები, მე შეგახსენებ ამბები, რომელიც იყო ნოემბრამდე გახმაურებული და ამბები, რომელიც ნოემბრში. გამოსვლაზე გაცილებით უფრო პროდუქტიული შესაძლებლობები არსებობს ხელისუფლებაზე ზეწოლისა. ეს არის არჩევნები და შეგახსენებ ეს ხალხი კი არ ითხოვს არჩევნებს, ითხოვს ერთი წამით ძალიან დიდი სხვაობა ხალხსა და ოპოზიციურ ძალებს შორის, რომელმაც მოაწერეს არა როგორ რატო არიან ხალხი და ოპოზიცია, არც ხალხი და ხელისუფლება არ არიან ერთი და იგივე. ხალხის მოთხოვნას არ შეიძლება გამოხატავდეს არც ერთი პარტია, მაგალითად სახელმწიფო პარტია და არც ბევრი წვრილი ოპოზიციური პარტია თუ მსხვილი ოპოზიციური პარტია. გამოსვლა რა შუაშია ქალბატონო ინგა, გამოსვლა ხელისუფლებამ რო ყურად იყოს განცხადებები და ვადამდელი არჩევნები, ეს ორი განსხვავებული რამ არის. მე ვფიქრობ, რომ ერთი ადამიანის სამართლიანად გამოთქმული პროტესტიც უნდა იყოს ყურად ხელისუფლებამ. რაც შეეხება რამდენი ადამიანი უნდა გამოვიდეს იმისათვის, რომ ვადამდელი არჩევნები იყოს, მოდით მე სხვანაირად შეგიტრიალებთ კითხვას. რა რეზულტატით უნდა დამთავრდეს არჩევნები, რომ ოპოზიცია მუდმივად რიგგარეშე არჩევნებს არ ითხოვდეს. რა უნდა მოხდეს საქართველოში ისეთი, რომ რიგგარეშე არჩევნები არ უნდადეს იმ რამდენიმე პარტიას, რომ მათ ალბათ არ უნდა კონდეს თვითონ უნდა გაიმარჯვენ არჩევნებში, ხალბატონო ინგა. ეს არის მათი განცდების, მათი მოთხოვნების, მათი სურვილების მთავარი წინაპირობა. ჩვენი სურვილების მთავარი განმაპირობებელი ეს არის ადამიანების საჭიროებები, ქართველი ხალხის საჭიროებები. დღეს ეს საჭიროებები არის იგივე რაც იყო გუშინ, მაგრამ დღეს გამოწვევები, რომელიც ამ საჭიროებებს უპირისპირდება, არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე იყო გუშინ. ჩვენ გადავიარეთ ომი რუსეთთან, ჩვენ ვართ ძალიან სერიოზული და ღრმა სოფლიო ეკონომიკური კრიზისის ასე ვთქვათ, პირას და გარკვეულწილად მისი ნაწილიც ვარ, თუმცა კარგია რომ გარკვეულწილად და შესაბამისად ჩვენი პოზიციები, როგორც მთავრობის, როგორც ხელისუფლების არის გაცილებით უფრო რთული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვალდებული არა ვართ იგივე დონით ან თუნდაც უკეთესად უზრუნველყოთ ადამიანების საჭიროებებს. ჩვენ ვართ ვალდებული, ამიტომ მე ნამდვილად გქონია, რომ პასუხისმგებლობიანი მთავრობა იმ დებატებში კი არ უნდა ჩაერთოს, რომელიც აბსოლუტურად ფუჭია და აბსოლუტურად არაფრის მომტანი არ არის ადამიანებისთვის, რომლებსაც თავისი საჭიროებები აქვს, რომელთაც უნდა იცხოვრონ ღირსეულად და ჭირდებათ ამისთვის ძალიან ბევრი რამ. საზოგადოებისთვის და ადამიანებისთვის შედეგის მომტანი არის ის, რასაც აკეთებს ხელისუფლება და ის, რასაც აკეთებს ოპოზიცია პასუხისმგებლობით. ანუ როგორ აკრიტიკებს ის ხელისუფლებას, რა აკრიტიკებს ის ხელისუფლებას, ამბობს ომის შემდეგ დადგაო პრეზიდენტის გადადგომა. ერთი წუთით, მოდით, რადგან არ ყავთ აქ ოპონენტი, მე ვიდავთ მათ ნაცვლად და შემდეგ უკვე ლევანდაჩევსკი. რა სიტყოდით, რომ ომი მოვიგეთ თუ წავაგეთ. ხელისუფლება არის თუ არ არის პასუხისმგებელი. მე ვიმუშავებდი იმაზე, რომ ჯერ ერთი გამეკეთებია იდენტიფიკაცია შეცდომების, რომელსაც უშავს მთავრობა და ყველა მთავრობა უშავს თავისთავად. ამას თქვენ ბევრჯერ მეკითხებით და რაც დეჟავიუ არის ჩემი აზრით. დეჟავიუ მარადიულად იქნება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ კითხვები ხშირად ჩნდება ესე, რომელი მეტია, რომელი ნაკლებია, თუმცა რა თქმა უნდა იყო და ვიმუშავებდი იმაზე, რომ შემეთავაზებია ჩემი ღირსეული პრაგმატული ალტერნატივა. ამაზე მაგრამ ეს მოითხოვს შრომას. ძალიან ბევრ შრომას, რაც როგორც ჩანს ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს, ალბათ არა ყველას, მაგრამ ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს მაინც და მაინც ესე ვთქვათ კომფორტულად არ მიაჩნია. ჩემთვის სამწუხაროდ, იმიტომ რომ შრომის უნარიანი ადამიანები იქ არიან. სხვა თემაა, რამდენად ჯერათ ადამიანებს, ან რამდენად არ ჯერათ, როცა ოპოზიციაში გადასული თუნდაც თქვენი ყოფილი მთავარი ფიგურები ამბობენ, რომ ისინი იმიტომ წავიდნენ, რომ აი ომის შემდეგ უნდა დადგეს პასუხისმგებლობების საკითხი და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდა ომი. ფაქტია, რომ ჩვენ დავკარგეთ ისეთი ტერიტორიები, რომელსაც მანამდე ვაკონტროლებდით. იგივე კოდორი, იგივე ახალგორი, ქართული სოფლები,
პროცესები, რომელსაც მანამდე ვაკონტროლებდით. ფაქტია, რომ დღეს ადამიანები ასე უცნაურად არიან ჩასახლებული და როცა უყურებ ავტომატურად გიჩნდება კითხვა, რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ სამუდამოდ დასახლდენი? არა, აქვს ოპოზიცია. არა, ერთი წუთით უცნაურ ჩასახლებაში იცით რას გულისხმობ? ხომ არ ჩნდება განცდა იმისა, რომ ისინი მარადიულად უნდა დასახლდეს, სამარადჯამოდ. თქვენ გაქვთ იმის იმედი, რომ მოგიყვებით ერთ ისტორიას საკუთარს. მითხარით. და ძალიან წყინს, როდესაც გულწრფელად მართლა მგონია, რომ აი მხოლოდ მოკლე მეხსიერების რა თქვენ არ გაყენებთ ნამდვილად შეურაცხყოფას, თქვენ თავაზობთ ასე ვთქვათ პრობლემას და მე იმაზე პასუხობთ და შეიძლება თქვენი პოზიცია არ იყოს. მე იმედი მაქვს, რომ მოკლე მეხსიერება არ აქვს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას. მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან. როდესაც მე აქ ჩამოვედი როგორც დევნილი თბილისში. საქართველოს ხელისუფლებამ საერთოდ ვერ გაიგო ამის თაობაზე. არანაირი ინტერესი არ გამოუხატავს. ცოცხალი ვიყავი, მკვდარი ვიყავი, რა მჭირდებოდა, რატომ ჩამოვედი, სად წავედი. თქვენ ვერ ხედავთ განსხვავებას მიმართებას იმ ხელისუფლების, რომელიც ჩვენ გავიარეთ და დღევანდელი ხელისუფლებისა დევნილებთან მიმართებით. თვეების განმავლობაში ადამიანები იქნენ უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, არასაკუთარი სახლებით, რომელიც მათი ჰქონდათ, მაგრამ სახლკარით, თავშესაფრით და ელემენტარული ყოფითი პირობებით. თქვენ ვერ ხედავთ ამაში სხვაობას. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ხედავთ და იმედია, რომ ძალიან ბევრი რას ნიშნავს მათი იქ დასახლება, მხოლოდ ერთ რამეს ინდა. იქ თუ ჩვენ კიდევ გვაქვს იმედი, რომ დავიბრუნოთ. სააკაშვილმა ჩემს ერთ-ერთ გადაცემაში წინასაარჩევნოდ პირობა დადო, რომ მეორე ვადით პრეზიდენტობისას მე აღვადგენო ტერიტორიულ მთლიანობას. ეხლა მითხარით რა გეგმაა ხელისუფლების? როგორ შეძლებს? რომ ის ამას შეძლებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, საქართველოს გადაიტანა ომი, დაკარგა კოდორი, დაკარგა ახალგორი. და ნინო ბურჯანაძე ამბობდა, რომ მგონი ზუსტი არ იყო ის კიდევ დასახელებული რიცხვიო დაღუპული ბიჭები. ამას აბსოლუტურად არ ვეთანხმებით, ძალიან მწუხვარ, რომ ეს ფაქტი იქნა გახმოვანებული ქალბატონ ნინოს მიერ, იმიტომ რომ ეს ფაქტი ჯერ ერთი არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთანავე როგორ წარმოგიდგენიათ 3 მილიონიან, 4 მილიონიან საქართველოში დიდი მსხვერპლი იყოს გაცილებით და თუ ოჯახებსაც მოურიგდით, რომ მათ არაფერი არ თქვან ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის სასპეკულაციო თემა, ჩემის ღრმარწმენით და არ შეიძლება ამ თემაზე აგება პოლიტიკური პოზიცია. ეს სიცრუეა 320-მდე ადამიანი არის დაღუპული შეიარაღებული ძალების მხრიდან და თუ არ ვწდები 205 მშვიდობიანი მოსახლე. თუ არ მეშლება, შეიძლება ახლა ციფრებში ვწდებოდე, მაგრამ დაახლოებით ნამდვილად ასეა. ასე რომ ამ თემაზე დიდხანს არ შევჩერდები. რაც შეეხება იმას, თქვენ ინგა ჩვენ რა დავკარგეთ? რა თქმა უნდა, ჩვენ დავკარგეთ ეს ტერიტორიები, დავკარგეთ დროებით, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ მე მინდა უბრალოდ თქვენ ასე კიდევ ერთხელ შეგიბრუნოთ კითხვა, რაკიღად ჩვენ ვსაუბრობთ ოპონენტის სიმულაციას ახდენთ, ასე ვთქვათ თქვენ. თქვენ რას ფიქრობთ? რუსეთი აქ შემოვიდა, იმიტომ რომ ახალგორი და კოდორის ხეობა დაეკავებინა. თქვენ სერიოზულად შეგიძლიათ ამის ფიქრი. რუსეთი აქ შემოვიდა იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფო დამთავრებული იყო. რუსეთი აქ შემოვიდა იმიტომ, რომ მისი მარშრუტი დასრულებული იყო თბილისში. როცა საუბარია იმაზე, მოვიგეთ თუ არა, თუ წავაგეთ თუ არა ომი, ეს არ არის სწორად დასმული შეკითხვა, ჯერ ერთი ეს რატომ არ არის სწორად დასმული შეკითხვა? მოვიგეთ თუ წავაგეთ ომი. დავასრულებ, თუ შეიძლება. კი ბატონო, ჩვენი დრო ამოიწურა და ძალიან დასმული შეკითხვა, კი ბატონო, ეს არ არის სწორად დასმული შეკითხვა. ჩვენ უნდა ვთქვათ, რა ამოცანების შესრულება შევძელით. თავარი ის, რაც ჩვენ შევძელით, ჩვენი ამოცანა იყო, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი სახელმწიფო. და მტრის ამოცანა პირდაპირ შემიძლია თქვა იყო ჩვენი სახელმწიფოს დასასრული. რა ამოცანის შესრულება ვერ შევძელით, ჩვენ ვერ შევძელით ახალგორის და კოდორის შენარჩუნება ამ ეტაპზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად ამ პრობლემას მოვაგვარებთ. მოკლედ მითხარით, როგორ? ძალით თუ დიპლომატიით? მოკლედ ამის თმა შეუძლებელია, მაგრამ მე პირდაპირ გიპასუხებთ. საქართველოს მოახერხა ის, რომ განსხვავებით პირველი საქართველოს დაპყრობისა რუსეთის მიერ 21 წელს. განსხვავებით აფხაზეთის ოკუპაციისა რუსეთის მიერ 90-იანი წლების დასაწყისში. განსხვავებით იმისგან, რომ აფხაზეთის დაკავების შემდგომ, სხვათა შორის 90-იან წლებში პრაქტიკულად კაპიტულირება გამოაცხადა საქართველომ, იმიტომ რომ თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები დაგვინიშნა რუსეთმა. ხო გახსოვთ ვინც იყვნენ ეს ადამიანები? განსხვავებით ამ პერიოდისგან, რატო ხა სუწარსულზე მეკითხებოდით? ეხლა მეც ვიტყვი. წარსულზე რომელზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი. მე არ გაკისრებთ შევარდნაძის და მის წინადროინდელ განსხვავებით ამ ყველაფრისგან ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა და განსხვავებით ამ შედეგებისგან მსოფლიო თანამეგობრობამ, რომელმაც პირველი შემთხვევაც, რომელსაც ალბათ მეტნაკლებად ასე ვთქვათ გასაგები იყო, იმიტომ რომ 20-იანი წლები იყო, მე-20 საუკუნის, მეორე შემთხვევაც, რომელიც უკვე მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მოხდა
მოხდა და რბილად რომ თქვენ გადაყლაპა ცივილიზებულმა სამყარომ და შერჩა ეს რუსეთს. დღეს მდგომარეობით რუსეთი აბსოლუტური პრესის ქვეშ არის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და განვითარებული სახელმწიფოების მხრიდან. მოდით ნუ დავიწყებთ ახლა იმაზე მსჯელობას, ვის რა ეკონომიკური ინტერესი აქვს, რა თქვა გერმანიამ, რა თქვა საფრანგეთმა და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს რუსეთი არის აბსოლუტური პრესის ქვეშ, დღეს რუსეთი არის ძალიან სერიოზული მონიტორინგის ქვეშ და დღეს რუსეთი არის ლუსტრირებულად აგრესორი სახელმწიფო. და ეს არის აღიარებული ყველა ამ ქვეყნის მიერ. ეს არის შედეგი, რომელიც არის საქართველოსთვის მომგებიანი. საკმარისი შედეგი თავისთავად ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შედეგზე დავაშენოთ ნაბიჯ-ნაბიჯ სტაბილურობის პირობებში, ისევ და ისევ საბოლოო ჩვენი შედეგი, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. კარგით, მე ამაში გულწრფელად გისურვებ წარმატებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობა სააკაშვილს აქვს დადებული, თუმცა ოპოზიცია ამბობს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2009 წელს იგი დაამთავრებს მის პრეზიდენტობას და მე მინდა დაგისვათ ბოლო კითხვა. მთავარი თემა მემორანდუმის ხელმოწერა გადადგეს სააკაშვილი და მოკლედ უნდა მიპასუხოთ, ჩნდება ასეთი განცდა ბოლო პერიოდში, იმდენი ტელედაპატიმრებები ვიხილეთ ამ ბოლო დღეებში, ეს იყო სხვადასხვა დაპატიმრება აღარ დავიწყებ მათ ჩამოცვლას და ამ დროს გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილის სპეციალური წერილი მიუვიდა მთელ რიგ სკოლებს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას ითხოვს, იგი სკოლების გარა არის შიშის დათესვის მომენტს ხომ არა აქვს ადგილი, რომ ვინმე არ გაბედოს და ოპოზიციას არ დაუჭიროს მხარი. ეს არის ჩემი ბოლო კითხვა. ნამდვილად. კი, მე გეტყვით, რასაც ჰქონდა ადგილი, მასწავლებლებს უბრალოდ შეეთავაზათ მათ თავისი ხედვა დაეფიქსირებინათ ცალკეულ მიმართულებებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება უსაფრთხო სკოლას, რაც უკავშირდება ნარკომანიის და დანაშაულებრიობის შემცირებას მოზარდებში და ასე შემდეგ. და ეს არ იყო, ასე ვთქვათ, სავალდებულო და აუცილებელი. მე არ მგონია, მე არ ვიცი როგორ დაინახეს დიდი სიამოვნებით მოვისმენ ოპონენტების აზრებს იმასთან დაკავშირებით, როგორ დაინახეს ამაში საფრთხე და მით უმეტეს როგორ წააბეს ის მემორანდუმს და ოპოზიციასთან თანამშრომლობას, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ჩვენი ამოცანა არ არის პოლიტიკური კინკლაობა, ჩვენი ამოცანა არ არის აი ამ პოლიტიკური კინკლაობის პროცესებში ჩართვა. ჩვენი ამოცანა და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას და ყველა პასუხისმგებლობიანი მთავრობა ასე იქცევა, ჩვენი ამოცანა არის ქვეყანაში ადამიანების ღირსეული ყოფა უზრუნველყოთ. ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სტაბილურ პოლიტიკურ გარემოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, სტაბილური პოლიტიკური გარემო არანაირად არ გამორიცხავს ადამიანების საპროტესტო გამოსვლებს. არანაირად. ძალიან დიდი მადლობა, როდესაც არის საუბარი სტაბილურ პოლიტიკურ გარემოზე, მე უნდა დაგემშვიდობოთ, ვიდრე გახვალთ, მართალია ეს თქვენი განათლების მინისტრობისას არ იყო, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ ერთი კადრები ჩვენი წარსულიდან და მინდა გისურვოთ, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი ადამიანების მიმართ ასეთი რაღაც ქვეყანაში აღარ განმეორებულიყოს. თორე შემდეგ საპროტესტო გამოსვლებზე უკვე ხმამაღლა ლაპარაკიც კი აღარ იქნება საჭირო. პატრონს მე ვთხოვ, რომ ეხლავე დაამყაროს ეს. მასწავლებლები, რომლებსაც სამსახურებიდან ძალიან უხეში ფორმებით უშვებდნენ, რევოლუციიდან უმოკლეს ხანში ხდებოდა, იმისთვის რომ გაეძევებინათ უნივერსიტეტის კედლებიდან, აი ასეთი ფორმით შეუსიეს მათ პატრული. აქ იყვნენ ალბათ თქვენი ლექტორებიც, ჩემი ლექტორებიც, ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საზოგადოების. და შემოვიდა ორჯერ და სამჯერმეტი პატრული და ძალიან გამოგვიყვანეს კაბინეტიდან ახლა ვარ ერევანში. ერევანში აცილებით მე აი ასეთი ამბები ხდებოდა ბატონიკა, ასე რომ როცა პროტესტი არის საუბარი, ალბათ კითხვის დასმის საშუალება. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მეც გისურვებთ, რომ ყველას უსურვებ, რომ წარსულში რეფლექსიას და წარსულში ასე ვთქვათ პრობლემების ძიებას, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე დემოკრატიული პროცესისა, ჩვენ ორიენტაცია მაინც უფრო ავიღოთ იმაზე, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა იმ პრობლემებისგან, რომლებიც აქვს ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებს, ძალიან ახლოს მყოფ ქვეყნებს.
და ეს პრობლემა ჩვენ საბედნიეროდ ჯერჯერობით არ გვაქვს. დიდი მადლობა. რაც შეეხება წარსულში. არც მე და არც ოპოზიციას არ უნდა რომ ეს პრობლემები იყოს. ძალიან დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ. წარმატებებს გესურვებთ. იმედი არაერთხელ იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. არ უყვარს ხელისუფლებას, როდესაც მათ ახსენებს წარსულს, როდესაც სვამ შეკითხვებს წარსულზე, თუმცა დამეთანხმეთ არსებობს შეკითხვები, რომელიც როდესაც მომავლის პერსპექტივებზე არის საუბარი, აუცილებლად უნდა დაისვას, სხვა შორის იგივე წარსულთან დაკავშირებით ვაპირებთ შეკითხვები დაუსვა ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარსაც, მან ალბათ უკვე მოისმინა ხელისუფლების პოზიცია 2009 თუ 2013, როგორ აპირებს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მოგებას კაცი, რომელიც შარშან კინაღამ პრეზიდენტი გახდა და მერე საპროტესტო მიტინგებზე ქუჩაში გამოსულ ხალხს სადღეგრძელოების დასალევად სახლში წასვლა მოუწოდა. რამდენიმე წუთში გრეთში ხას პოლიტიკური კვირა. მას სააკაშვილთან ბრძოლის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ასევე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სააკაშვილთან მოლაპარაკებებშიც. შარშან იგი კინაღამ პრეზიდენტი გახდა, ჩაიქნია თუ არა ხელი პრეზიდენტობაზე და ოპოზიციის ლიდერობაზე. კაცი, რომელსაც სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერაში არც თუ პატარა წვლილი აქვს. იგი დღევანდელი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. დღეს გადაცემაში პოლიტიკური კითხვები ლევან გაჩეჩილაძეს. მიშა, შენ თუ ერთი ნამუსი მაინც დაგჭერია და თუ ბოლომდე უნამუსო არა ხარ. მოდი, დაგველაპარაკე. საფეხბურთო გადაცემა გოლი. სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა. ყველაზე დიდი ინტერესი და ყველაზე მეტი ემოცია. უშუალოდ კი არ უნდა იცოდეს ყველაფერი ქართული ფეხბურთის შესახებ. ყოველ ორ შაბათს 23 საათზე პირველ არხზე. საფეხბურთო გადაცემა გოლი. ლაშა დვალიშვილთან ერთად. ანიმაციური სტუდია წარმოგიდგენთ. ეხლა ეს რომ ერისთავის სათვალია და მე რომ ლევან ერისთავი გახლავართ, ეს უკვე ძველი ამბავია. ამ სათვალიდან გაცილებით ხალისიანი მოჩანს სამყარო. დიდი შლაპით თავისი პერო, არ ვიცი ქართულად როგორ თქვა. პერო. ლევან ერისთავთან ერთად. ეს გლუხოვი რა გაგვიხდა, ვაჭამოთ რა. დღეს ზუსტად 9 საათზე პირველ არხზე. Elnechano, jak тебе пришел и барашка принес. ნიშნულოვანი მოვლენები, განსხვავებული კომენტარები, საინტერესო სტუმრები და მწვავე დისკუსია პირდაპირ ეთერში. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 23 საათზე. ნათია სორდიასთან ერთად. პირველი თემა პირველ არხზე. სააკაშვილი ცალსახად ოპოზიციონერია და ჩემთვის სავსებით გაუგებარია რატო არის ის მთავრობის შემადგენლობაში. გასაგები ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფიქრობ, რომ მის ცხოვრებაში პოპულიზმი ბევრად უფრო წინ დგას, ვინმე საქმის გაკეთების სურვილი. აგერ დგას ჩემი ძმა, უცნობი გაგუნა არის ჩემი შვილი, გაგა გაჩეჩილაძე. ორივეს ფიცავა რომ ჩვენ გავიმარჯვებ და გავალთ ბოლოში. უზრეობა უნდა დავთავრდეს! მიშა, შენ თუ ერთი ნამუსი მაინც დაგჭერია და თუ ბოლომდე უნამუსო არა ხარ. მოდი, დაგველაპარაკე, დათმე, შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თორე, რაც მოგივა დავითაო,
ყველა შენი თავიდო ჩემო ქართველო ხალხო თავისუფალი საქართველო განსაცდელშია გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხთა ერთობას ჩვენ ვერ ჩაგვაჩოჩებთ ვერა საქართველოს ხელისუფლებას დავანახოთ ერთი რამ რომ ჩვენ არ გვეშინია ჩვენ ვართ ერთად ყველაფერი თავისით მოვა ცოტა ოფიციალურად ჩაცმა დაიწყე და პერანგის ჩაცმა იმდენი მტვერია ჩვენ ქალაქში რომ სამჯერ გამოცვლა მიწევს პერანგის მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხშირად ბანაობდა ამის პირობები მაქვს გააყალბებენ და კინკრიხოში მოხდება აი ყველა დარწმუნებული ვარ რომ მე გავხდები თქვენი პრეზიდენტი და იმ ნაციონალურ კანონთან დაგიგონებს ყველა აი დავამდრევ და ისე დაგიგონო სახალხო მოძრაობა ამატებს ისტორიულ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ. მაშას ეს იყო ლევან გაჩეჩილაძე მე მას ახლა სტუდიაში წარმოგიდგენთ ბატონ ლევან საღამო მშვიდობისა ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ხო დაიკავოთ თქვენი ადგილი 2009 თუ 2013 ასე დავასათაურეთ დღევანდელი გადაცემა. მე მაინტერესებს ოპოზიციის პასუხი როგორი იქნება ჩვენ ვისმენთ ხელისუფლების განცხადებებს იმის შესახებ რომ არსად არაპირებს სააკაშვილი წავიდეს. იგი ამბობს რომ 2013 წლამდე აქვს მას პრეზიდენტობის ვადა. ჩვენ ვისმენთ განცხადებებს რომ არ დაუშვებს ხელისუფლება დესტაბილიზაციას და ამ დროს ოპოზიცია რაღაც ზარზეიმით აწერს ხელს მემორანდუმს რომელზეც სხვა შორის ყველა არ აწელს ხელს ოპოზიციიდან და ჩნდება ასეთი კითხვა რის იმედად რატომ აკეთებთ ამ განცხადებას პირველი რაუნდი თქვენი გამარჯვებით არ დასრულდა და მეორე რაუნდიც მზად ხართ რომ წააგოთ მოგესალმებით თელს საქართველოს მივესალმები კიდევ ერთხელ ინგა გრიგოლიასთან ერთად და გილოცავთ მეორე რაუნდის გადაცემების გახსნას. დიდი მადლობა. ისე ეს ჩემი მეექვსე რაუნდია, მეორე არა. მაგაზე ცალკე დავილაპარაკებთ უკვე ჩემს გადაცემაში. კარგით. თქვენს გადაცემაში სხვა შორის ერთი საინტერესო დეტალი, ხვალიდან თუ არ ვწდები, პოლიტიკოსები იწყებენ პროექტს პოლიტბიურო, ასეთი ექნება სახელწოდება, სადაც ჟურნალისტების როლს თავად შეითავსებენ, ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე მე მინდა მთავარ პოლიტიკურ თემას მივუბრუნდეთ ბატონო. კი ბატონო, დედესი ამოვნებით. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ უმძიმესია იმის მენა რაც წინას სტუმრისგან ვისმენდი დიდი ხანია მათ ასეთი რაღაცები არ მომისმენია. რა იყო ყველაზე მძიმე მოსასმენი? მძიმე იყო. საერთოდ მძიმე არის ის რომ ჩვენ ვართ საზოგადოება რომელსაც კიდე შეგვიძლია ამდენი ტყუილის დაჯერება, ჩვენ და მძიმე არის ის რომ ჩვენ ვართ საზოგადოება რომელსაც კიდე შეგვიძლია უყუროთ ამდენ ბოროტებას. ნუ ახლა რა მძიმე უნდა იყოს თუ იქნა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიო გაუმარჯოს გამოსვლებსო ეხლა ნუ ეს ლოგიკაა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი როა იმიტოა გამოსვლები არა ისინი ამბობენ იგი ამბობდა ნიკა გვარამია რომ ისეთი მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას ამ ქვეყანაში როდესაც უკვე აღარ იქნება გამართლებული ოპოზიციის მხრიდან კიდევ ხალხის აი ის ამბობდა რომ მე მივესალმები გამოსვლებს თუ იქნა იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა იქნა ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა გვინდა ჩვენ რომ მივიღოთ ეს ზუსტად ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა არ არის ვარდების რევოლუციიდან პირველი დღიდან ეს არ არის თორე ზუსტად არც ეკონომიკური არც პოლიტიკური ამაზე ზევით ვილაპარაკებ რაც შეეხება 2009 თუ 2013 კი ჩვენი საზოგადოება ვართ რომელსაც აბსოლუტურად შეგვიძლია შევეგუოთ კიდევაც 2013 წლამდე მიხეილ სააკაშვილის აკოფნას და საქართველოს მთლიანად განადგურებას მაგრამ ამის უფლება არ აქვს იმიტომ 2009 ვის არა აქვს ამის უფლება? გვარამია იმასაც ამბობდა ხალხის სახელითო ოპოზიცია რატო საუბრობს? მე ლაპარაკობ ლევან გაჩეჩილაძის სახელით და ჩემი მეგობრების სახელით მე არ მაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ მე ვუყურებ რომ ყოველი დღე საქართველოსთვის ეს არის უმძიმესი დღე. როგორ ჩვენ ომში გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ საქართველოს გადავარჩინეთ, რომ დაგვეკარგა ორ ტერიტორიაზე 3-4 ტერიტორია, და მთლიანად თბილისი არ დაგვეკარგა, მაინც გავიმარჯვებდით? ესე იგი მთლიანად ანექსირებული უნდა ყოფილიყავით, რომ ომში არ გაგვემარჯვა. რა იქნათ? რომელ რუს იმაზე ლაპარაკობს რუსეთის? კი, მაშინაც იყო და უმძიმესი დრო იყო შევარდნაძის დროს. ვინ არის ბენდუქიძე? ვინ არის ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი? ესენი რუსეთის მოქალაქეები არიან. თქვენ იცით რომ რუსეთმა რო გამოაცხადოს
გაუწიოს მობილიზაცია, საომარი მობილიზაცია, კანონით უნდა წავიდნენ და რუსის ჯარში დადგენ და კალაშნიკოვი დაიჭირონ ხელში. რა ხდება ხალხო? ჩვენ აღარ აგვაქვს ამდენი ტყუილის სმენის უფლება. რა ექნა? თქვენ რას იზავდით? აი ერთი წლის წინ ლევან დღეს მოვდიოდი. კი ბატონო, ბრძანეთ და დაგისვამთ კითხვას. დღეს მოვდიოდი და მინდოდა რაც შეიძლება ნაკლებად ემოციური ყოფილიყავი, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ იცით რა არის, მე გეტყვით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს. საერთოდ სახელმწიფოს მართვა და სახელმწიფოს მშენებლობა შეიძლება ორი მეთოდით. პირველი მეთოდი, ესე იგი, როგორ მიუდგები შენ ხალხს. თავარი შენთვის თითოეული ადამიანის უფლება იქნება და ამისთვის აკეთებ შენ ყველაფერს. შენი თავის მაგალითებიდან კანონს იცავ, არ ხარჯავ ბერფულს შენ სიამოვნებაში, აკეთებ სამუშაო ადგილებს, სასამართლოს აკეთებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის პირველი მიდგომა შენი სახელმწიფოს აღმშენებლობის და მართვის, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ არის, მაგრამ ყველა ცივილურ ქვეყანაში ესეა და მეორე მიდგომა, როდესაც შენი ხალხი ფეხებზე ჰკიდია. ფეხებზე კიდია მათი უფლებები, ფეხებზე კიდია მათი თავისუფლება, სასამართლო ფეხებზე კიდია, მიპასუხეს ვინმე, რა აზრი აქვს საქართველოში სასამართლოს არსებობაზე. ხელისუფლებას ხალხი ფეხებზე კიდია თქვენ ამბობთ? ხელისუფლებას ხალხი, ადამიანის უფლება ფეხებზე კიდია. ოპოზიციას არ კიდია ფეხებზე ხალხი, როდესაც ძალიან დიდი საპროტესტო გამოსვლებია. თუ შეგავაგრძელებ ჩვენ ომის თემაზე, მე მეკითხება და უეცრად ეუბნება ხალხს, რომ წადით და სადღეგრძელოები დალია. ჩვენ მივდივართ ჩვეულებაში. ქართველი ადამიანის ატრიბუტია, წესის ატრიბუტია 26 მაისს მით უმეტეს იმ დროს ისეთ გახარებულ დროს, როდესაც ხალხს გაურბოდა საკუთარი ჯარი, ეს კონტექსტებია ისეთი, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მოსატანია, სადღეგრძელო სამარცხვინო რამე არ არის და მით უმეტეს ღირსეული, სუფრაც არ არის სამარცხვინო რამე. ეხლა რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კომუნისტების დროს, ძალიან ბევრი რამე ტრადიციებიც გადაგვარდა, თუმცა ეს ნელ-ნელა ვითარდება და ძალიან კარგი მაგალითია რადიო ნაცნობი და მისი ასე თუ ის მაგალითები. სადღეგრძელოში მე საპროტესტო მუხტის დაშლა ვიგულისხმე ბატონო ლევან და არა თვითონ სადღეგრძელოს 26 მაისს საპროტესტო მუხტის დაშლა ეს იყო ჩვენ არასდროს არ დავპირობდი ვარ ჩვენ საზოგადოებას რომ მიტინგი იქნებოდა შევარდნით, შეგლეჯვით. საერთოდ ეს მანკიერი მოვლენა, რომელიც 23 ნოემბერს მოხდა ვარდების რევოლუციას, ეს იყო ქვეყნის სირცხვილი. თუ მე მაინტერესებს, თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, ქვეყნის სირცხვილი იყო, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ და ჩვენი ოპოზიცია პირდაპირ ძალადობაზე წავიდა არსებულ ხელისუფლებაში. ხო, მაგრამ მაშ რატომ შეიკრიბა ამდენი ხალხი? რისთვის კრებდით მაშინ ამდენ ხალხს პროტესტის დასაფიქსირებლად კრებდით? და რა მოიტანა მე ამან? რა შედეგი გამთავდა ეს პროტესტი იპოდრომზე, პროტესტი უშველებელი ნაკადი ხალხისა უზარმაზარი 13 იანვარს ინაუგურაცია. ამან მოიტანა ინგა გრიგოლიას გადაცემის აღდგენა, ამან მოიტანა მაესტროზე ლიცენზიის დაბრუნება, ამან მოიტანა ძალიან ბევრი პატიმარის გამოშვება, ამან მოიტანა ის რომ ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას აღარ იქცევიან ისე საზიზღვრად, როგორც 7 ნოემბრამდე ექცეოდნენ. ამან მოიტანა ის რომ საზოგადოების ბევრი ძალიან დიდი ნაწილი თავის ღირსება დაუბრუნდა იმით, რომ მათ თავისი ოჯახის წევრები დაინახეს უსამართლო დაჭერილები უკან გამოშვებული. მაგრამ მათ არ უნდათ პრეზიდენტად ამან მოიტანა ადამიანი, ვინც დღეს არის პრეზიდენტი და რა თქმა უნდა, მეც არ მინდოდა ის ადამიანი პრეზიდენტად, კი, გაუცრუე, მაგრამ რატომ ეკითხებით მე? იმიტომ რომ მე მომეკითხება. ჩემი პასუხისმგებლობა ადამიანი, რომელიც კინაღამ პრეზიდენტი გახდა. მე მახსოვს დათო უსუფაშვილის შემოსვლა ერთ-ერთ სტუდიაში, გამარჯობა ბატონო პრეზიდენტო, ასე მოგმართ. მე თვითონ გავცემ ამ კითხვას პასუხს, თქვენ რატომ მეკითხებით მე და მთელი საქართველო რატომ მეკითხება მე? იმიტომ რომ ყველაზე ბევრი მე მომეკითხება სამოქალაქო ომის თუ არა ომის შემთხვევაში. იმას კი არა, ვინც მე მეკითხება და არა ინგა გრიგოლიაშვილი, არა, მე მომეკითხებოდა ყველაზე ბევრი და მიხეილ სააკაშვილი და მთელი მსოფლიო ბუშის ადმინისტრაცია მზად იყვნენ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გამისთვის დაწყებულიყო სამოქალაქო დაპირისპირება და დაწყებულიყო სამოქალაქო ომის და ამისი ნათელი მაგალითი ჰქონდა ჩვენ 7 ნოემბერს. კი, მაგრამ როდესაც ლიდერობა გადაწყვეტეთ, არ იყავით მზად იმისთვის, რომ შესაძლებელია თქვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის
აღების წინაშე დამდგარი მე როცა გადავწყვიტე, ერთადერთი რამისთვის არ ვიყავით მზად, რომ ჩემი ინტერესები დამეყენებინა საქართველოს ინტერესებზე წინ, რასაც დღეს აკეთებს მიხეილ სააკაშვილი. ამისთვის არ ვიყავი მზად, ამისთვის არასდროს არ ვარ მზად და 100% რეიტინგი არ ღირს ამისთვის არ არსებობს. არც 5%, არც 10, არც 90, რომ ოდესმე საკუთარი ჩემი ინტერესი, გინდა ჩემი მეგობრების დავაყენო. დათმეთ ეს ინტერესი, ბატონო ლევან, 100.000 ჯერ დასმულა ეს შეკითხვა, თქვენი გარიგებების, ფარული შეხვედრების სააკაშვილთან, რაღაც იქ ფინანსური ინტერესების და ასე შემდეგ. როდესაც ამ კითხვას გისვამენ ხოლმე, თქვენი დამოკიდებულება როგორია? ჩუმად ლევან გაჩეჩილაძე რატო შეხვდაო? რატო არ ჩაგვაყენა საქმის ყურში, როდესაც იგი აპირებდა სააკაშვილთან მოლაპარაკებას? ჩუმად რატო მიდიოდა მოლაპარაკებებიო? სხვა შორის თქვენს ადგილას იჯდა 2 კვირის წინ უცნობი თქვენი ძმა, რომელიც ადასტურებდა გავრცელებული ინფორმაციას, რომ სააკაშვილთან მიდიოდა მოლაპარაკებები იქ უშიშროების საბჭოს მდივნობაზე, ტელევიზიის დირექტორის ეკონომიკური პოსტების შემოთავაზებაზე და ამაზე ფიქრობდა მაშინ სერიოზულად ოპოზიცია. სააკაშვილთან იყო შეხვედრა, რომელსაც ხვებიც ესწრებოდნენ, ამ შეხვედრაზე საქმის კურსში იყო ეროვნული საბჭო, მე წავედი შტაბიდან და მოვედი შტაბში, რაც შეეხება სხვა ჭორებს, მოდი მე ვიტყვი, რაში ვარ სამდე მართალი. სამდე მართალი ვარ იმაში, რომ შევხვდი იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა სამოქალაქო ომი და დაპირისპირება, არ ყვანი ვარ იმაში, რომ საჯაროდ არ შევხვდი, მაგრამ 100 ჯერ გაუგზავნე წერილი საჯარო შეხვედრაზე კანცელარიასთან მივარდით კიდევაც შეგვიშო და 7-5 წუთია 6-ე პრეზიდენტას მას საღამოს 6-ზე მუშაობა დაამთავრა და არ შეგვიშოს მე მგონი გახსოვთ ის სიუჟეტი. მაშინ ესე გამოგვისტუმრებს კანცელარიიდან, როდესაც კამერების თანხლებით მივდიოდით, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო შეხვედრა არ მოხერხდა, მე მაინც გადავწყვიტე ჩემი რეიტინგის საფასურად წავსულიყავი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორო. და მეორესეთ, მე ვერ გიგო სად უნდა რომელ შენობაში უნდა შევარდნილიყავი? პარლამენტის შენობაში, სადაც არ იმყოფებოდა სააკაშვილი, ახალ რეზიდენციაში, ძველ რეზიდენციაში. ვინც არ რისკავსო, ბატონო ლევან, ასეთი გამოთქმა გაგიგიათ. თქვენ თვითონ ვიახსენეთ ის 23 ნოემბერი უკაცრავად შევარდნა რომ არ ყოფილიყო, შევარდნაში ამის უკან დგას ხალხის პროტესტი, რომელიც მაშინ შევარდნაძის მმართველობას აპროტესტებდა. თქვენი ხალხი რამდენი იყო მხარდამჭერები? იმ შევარდნის თანამონაწილე იყო თვითონ ხელისუფლება. მე კი არ მოგიწოდებ შევარდნაზე, მაგრამ უბრალოდ კითხავს არა, მე არ დამადანაშაულოთ, როგორც წესი შემდეგ ჟურნალისტებს ადანაშაულებენ ხო. იმ შევარდნის თანამონაწილე თვითონ ხელისუფლება იყო. იმ შევარდნის მონაწილე იყო თვითონ ხელისუფლება. უშიშროებამ როგორ გაუღო კარი, როგორ შევიდნენ, რა რეაქცია მოყვა. შევარდნაძის ხელისუფლება. შევარდნაძემ 10 საათზე დასაწყები პარლამენტის ხდომა საღამოს 4 საათზე დაიწყო. 10 საათზე რო დაიწყო, იქ იმის დაუწყდა. ელოდებოდა და ახალი მემარჯვენეები რომ არ შესულიყვნენო. მე ამ შეკითხვას სხვა შორის დავით გამყრეიძეს როცა იქნება ჩვენი სტუმარი, მაშინაც დაუსვამ და გავახსენებ კიდევ ერთხელ. ახალ მემარჯვენეებზე იმ წუთში არაფერი არ იყო დამოკიდებული, აბსოლუტურად არაფერი არ იყო დამოკიდებული. ეს იყო ხელისუფლების და ოპოზიციის ერთდროული შეთქმულება ხელისუფლების გადაბარებაზე. მოდი დავალებთ თავი შევარდნაძეს და მიუბრუნდეთ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეიძლება სხვა ჯგუფს უნდა გადაბარებოდა, მაგრამ თავისი ქარიზმით სხვა ადამიანს გადაბარდა ეს ვის უნდა გადაბარებოდა? ამერიკელების თვალში უნდა გადაბარებოდა ბურჯანაძე ჟვანიას ჯგუფს, მაგრამ აქტიურობისათვის, მეტი ძალადობისთვის, ხარიზმატულობისთვის გადაბარდა მიხეილ სააკაშვილი. თქვენ მაშინ როგორ შეხვდით ამას? რომ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი და არა ვთქვათ ბურჯანაძე ჟვანიას. მე სააკაშვილისთვის ხმა არ მიმიცია. მაგრამ ღვინო ჩამოუსხით სააკაშვილი, მას მერე რაც იგი პრეზიდენტი გახდა. სააკაშვილი ღვინოს რა ერქვა, მე არ მახსოვს, ღვინო ჩამოუსხი, მე არ ჩამომისხი, ეხლა ის ღვინო კომპანიამ ჩამოუსხი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ეს საქართველოს და პრეზიდენტი ერთმანეთისგან უნდა გავყოთ, კომპანია და მისი დამფუძნებელი ერთმანეთისგან უნდა გავყოთ, პოლიტიკოსი და ხალხი უნდა გავყოთ ერთმანეთისგან. დღეს მე ვლაპარაკობ იმას, რომ ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რომ დაუმტკიცოს მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობა. როგორ უნდა მიიყვანოთ ეს კაცი აქამდე, ბატონო ლევან, მათ საგულწრფელად არ შეიძლება იმის გადავდგებიო ამბობს. თქვენ აწერთ მემორანდუმზე ხელს. ბატონო ინგა, არ შეიძლება იმის მოთმენა. ამდენი ტყუილის დაჯერება არ შეიძლება. კი, მაგრამ თუ კი ხალხი ითმენს. ჩვენ როგორი ხალხი ვართ, იცი? აი ბევრ შინაურშიც დამჭერია, შეიძლება ჩემ თავშიც დამჭერია.
არ ვიცი, საერთოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილი სხვაზე ცუდის ლაპარაკი მოგწონს სხვაზე ჭორაობა, იმის მაგალითად ჩვენი საქმე ვაკეთოთ, სულ რაღაცეებს ვკირკნით. ეს ქართველების ბუნებაა და შესაძლებელია არა მარტო ქართველების მაგრამ თქვენ ამ ხალხის ლიდერი უნდა გამხდარიყო. მაგრამ ეს ხალხია იგივე ხალხი, რომელმაც კომუნისტური რეჟიმის დროს საკუთარი ენა დაიცვა. ეს ხალხია იგივე ხალხი, რომელმაც 9 აპრილი მოუწყო კომუნისტური 7 ნოემბერი მოაწყო. ორი უკიდურესობა გვაქვს, ხო? კარგი, დავანებოთ ქართველი ხალხის ბუნებას თავი და მიპასუხეთ, როგორ აპირებთ მიიყვანოთ სააკაშვილი გადადგომამდე. ძალიან სერიოზულია ის მოთხოვნა და პირობა შემდეგ, რომელსაც არ უნდა შეურიგდეთ იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება. რა ფორმით, ბატონო ლევან, როგორ მიაღწევთ, რომ იგი გადადგეს? როდესაც არ გიტოვებენ პროტესტის სხვა ფორმას, იმ ფორმით, რა ფორმასაც გიტოვებენ. ჩემი ღრმაწმენით, პროტესტის სხვა ფორმა თუ არა და ქუჩის აქციები არ რჩება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული გუნდის დაფიქსირება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ხედვა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის მაგალითები. აი, ორს მოვიყვან. იმ ფულით, რაც ერთ წელიწადში მათ ქართულ ჯარს დაახარჯეს, 1000 საწარმოს გახსნა იყო შესაძლებელი და მილიონი ადამიანის დასაქმება. ჯარი არ გჭირდებოდა ქვეყანაში, რომელსაც ოკუპაცია ამზაფხულს მოუწყო რუსეთმა. პირდაპირ მნიშვნელობით. ესეთივე ოკუპაცია თავიდან აიცილა საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველმა პრეზიდენტმა, მეორე პრეზიდენტმა, ყოველ შემთხვევაში გაყინა ის კონფლიქტები. რუსეთის ღია ოკუპაცია არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა. გაყინული უნდა ყოფილიყო კონფლიქტები და არ უნდა შეხებოდნენ. რუსეთის შემთხვევაში კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, არა მილიტარიზაციის გზით, არა მილიტარისტული რიტორიკის გზით, არა ტყუილების გზით. კაცო, შეგიშვან კლეტკაში ბოდიში რუსული სიტყვისთვის ეხლა რაც არ უნდა აგინო რა მოერევი. აი თქვენ რომ ყოფილიყავით უკვე პრეზიდენტი ლევან გაჩეჩილაძე, ძალიან დიდი შანსი გქონდათ, ხო? და ამ დროს რუსეთის მხრიდან მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. რას იზამდა ლევან გაჩეჩილაძე? არ აყვებოდა ამ ომში, არ დაიცავდა ძალისმიერი მეთოდით საკუთარ ტერიტორიებს და ხალხს. პირდაპირ მიპასუხეთ. აი თქვენ როგორ მოიქცეოდით? თქვა თქვენ ხართ პრეზიდენტი და განხორციელდა ოკუპაცია ქვეყნის. თუ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ომი. მანამდე არ მივიყვანდი ინგა საქმეს. მანამდე არ მივიყვანდი საქმეს. არანაირად არ მივიყვანდი არც საერთაშორისო ზეწოლით, არც შიდა ადამიანების ზეწოლით. არ მივიყვანდი მანამდე საქმეს, რომ რუსეთს ღიად მოეხდინა საქართველოს ოკუპაცია. ამამდე არ მივიყვანდი საქმეს. ძალიან წლების განმავლობაში ქართული ნიჭი სულ გადაგებდა კარგ ურთიერთობას. ძალიან ადვილად შეგვიძლია ეს კარგი ურთიერთობა. აფხაზეთის ტერიტორიაზე მე პირადად სამჯერ ძლივს მოვხდი, როგორც ჟურნალისტი, ისეც კი ვერ შევდიოდი. აღარაფერს ვამბობ ათასობით გამოყრილ იქიდან ადამიანზე, რომლებიც აქ უმწეო მდგომარეობაში არიან დღემდე. რას გვაძლევდა ეს გაყინული კონფლიქტები? აი გედავებით უბრალოდ ოპონენტი რას გვაძლევდა გაყინული კონფლიქტები და არაფერს, მაგრამ აფხაზმა და ოსმა უნდა იგრძნოს, რომ რუსეთში კი არ ჯობია ცხოვრება, საქართველოში ჯობია. აქ უფრო მეტი თავისუფლება, აქ უფრო მეტი ადამიანის თავისუფლება, მეწარმეობის უფრო მეტი თავისუფლება, აქ არის მეტი უფრო სიტყვის თავისუფლება, აქ არის უფრო სასამართლო თავისუფლება მეტი. ვის რა ყველამ ვიცით რა ავტორიტარული რეჟიმია რუსეთში. ვის სულ არ უნდა მით უმეტეს პატარელს იცის რომ პატარა წყარი და შეიძლება ერი გადაშენდეს. რუსეთში შეიძლება ისე გაიბნენ ოსები და აფხაზები, რომ საერთოდ თავის ტერიტორიაზე უკვე სხვა რუსებმა მოიმატონ და იმათ აქედან შენ რას აკეთებ იმისთვის, რომ დააინტერესო, რომ ამ სახელმწიფოში ჯობია ცხოვრება და არა იმ სახელმწიფოში. ძალადობით არ გადის კაცო ყველა ერს თავისი ღირსება. ბატონო ლევან, ერთი კითხვა მინდა დაგისვა, ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია. წინა გადაცემაში ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი ნინო ბურჯანაძისგან, როდესაც ომზე არის საუბარი, იგი გამოთქვამდა ეჭვს, რომ დაღუპული ბიჭების რიცხვი, რომელიც იქნა დასახელებული, არ შეესაბამებაო სიმართლეს. იგი ასე ვარაუდობდა. რა ინფორმაციას ფლობს ლევან გაჩეჩილაძე?
მე ნამდვილად ინფორმაციას ვფლობ იმას ზუსტად ვადასტურებ, რომ თვითონ რიცხვი მეტია. რის საფუძველზე დაკარგულებ იმის საფუძველზე თუ რაოდენ ტყუილს ვისმენს სახელმწიფო წყაროებიდან ამასთან დაკავშირებით და იმის საფუძველზე რომ ჩვენთან რამოდენიმე ოჯახი მოდიოდა და თავის შვილებს ეძებდა, რომელიც უგზო იყო დაკარგული და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ სად იყვნენ. თუ ადამიანი ცოცხალია და 21 საუკუნეში კომუნიკაციას თავის ოჯახთან ვერ ამყარებს, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. როდესაც ადამიანი ცოცხალია, ის იმ წუთში დარეკავს თავის სახლში მეუღლესთან, დედასთან თუ მამასთან და იტყვის, რომ ვარ ცოცხალი. უგზო დაკარგული რას ნიშნავს ახლა 21 საუკუნეში მართალი რომ 21 საუკუნეში ძალიან ძნელად წარმოსადგენი იყო თითოეული ჩვენგანისთვის, თუნდაც ის რომ ჩვენი სახლების თავზე დაფრინავდნენ რუსული თვითფრინავები, სწორედ ამიტომ დავსვი ეს შეკითხვა, როცა ხელისუფლებას აკისრებს ოპოზიცია პასუხისმგებლობას, თვითონ რას იზამდა თქვა ამ შემთხვევაში. მოდით მიპასუხეთ. სააკაშვილი ხაზგასმით ამბობს, მე უნდა ვიყო პრეზიდენტი 2013 წლამდე, მე არ ვაპირებ დავნიშნო ადამიანელი არჩევნები, მე არ ვაპირებ გადავდგე. როგორ აპირებთ რომ სისრულეში მოიყვანოთ თქვენი დანაკადები, თქვენი მუქარა, თქვენი პირობა? უპირველეს ყოვლისა არ გადადგა ეს კაცი. აი რას აკეთებთ მე? მოეწერა ხელი მე. ხალხი არის ძალიან სერიოზული სამუშაო, ხალხი არ უნდა იყოს დაგსაქსური და გათიშული. შემდგომ ოპოზიციაში არის ძალიან სერიოზული სამუშაო, ამისთვის საჭიროა ერთობა. ჩვენ ქართველებმა და სწორედ ქართველებმა ამ სიტუაციაში ქართველებმა უნდა დაუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია თავისუფალი საქართველოს აშენება. ჩვენ თავისუფალ საქართველოს ვერ ავაშენებთ, თუ ჩვენ კიდევ ავყევით შიშს, ავყევით მუქარას, რომ ეს არის რუსული სცენარი, ავყევით იმას, რომ ეს არის დესტაბილიზაცია და სახელმწიფო სახელმწიფო 5 იანვრის არჩევნების მერე ჩემოინგა გადატრიალებულია უკვე. კრიმინალური გზით აქვს ამ ხალხს მიტაცებული არჩევნები, თავისი არჩევნების გზით. ხო, მაგრამ ის რეზიდენციაში ადამიანი, რომელიც არის პრეზიდენტი, თქვენ ხართ ოპოზიციაში და გაურკვეველია ჯერ კიდევ რას მიაღწევთ ამ ბრძოლაში. ხო და ზუსტად იმიტომ ვახსენე 9 აპრილი, იმიტომ ვახსენე 7 ნოემბერი, იმიტომ ვახსენე ჩვენი დედაენის დაცვის დღე, რომ ჩვენ შეგვიძლია ისეთი კოორდინაცია, ჩვენ შეგვიძლია ისეთი გაერთიანება, ჩვენ შეგვიძლია ისეთი ეროვნული კონსოლიდაცია, რომ რამოდენიმე მოპარპაშე მატყუარას დავამთავრებინოთ თავისი ეს ტყუილები ჩვენს ქვეყანაში. რომელ ერთიანობაზე მელაპარაკებით, ბატონო ლევან? მოდით კითხვას დაგისვამთ. სად იყო მემორანდუმზე ეროვნული ფორუმის, იგივე გუბას სანიკიძის, ირაკლი მელაშვილის, კახა შარტავას ხელმოწერები? სად იყო ნოღაიდელის ხელმოწერა, რომელიც ოპოზიციაშია, თქვენ მასთან ჯდებით სალაპარაკოთ, მიუხედავად იმ ძალიან მწვავე განცხადებებისა, რომელსაც ოპოზიციისგან ვისმენდით ხოლმე მისი პრემიერობის დროს. სად იყო ირაკლი ალასანიას ხელმოწერა, ბურჯანძე, ასე შემდეგ. ანუ იქ არ იყო მთელი ოპოზიცია. ეხლა მე სალაპარაკოს ჯდები ყველასთან, როდესაც უყურებ, რომ ეს არის საქართველოს ინტერესი და საქმის ინტერესი, რომელსაც მე ვემსახურები. და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ მე არ უყურებ ჩემ რეიტინგს და მე მინდა გავხდე საზოგადოების სიყვარულის მძევალი, რეიტინგის მძევალი. თუ სხვანაირად ჭირდება ჩემ ქვეყანას, წავალ რუსეთშიდაც გავფრინდები და რუს დიპლომატებსაც შევხვდები იმისთვის, თუ ესე ჭირდება ჩემ ქვეყანას და არა მარტო ნოღაიდელს და არა მარტო სააკაშვილს. მინდა გითხრათ ესე. თუ ესე არის საჭირო საქმისთვის და ქვეყნისთვის. რაც შეეხება ერთიანობა მემორანდუმზე, ეს არაფერი არ არის. მე ღრმათ ვარ დარწმუნებული, რომ გუბაზი, მთელი მისი პარტია, ყველა ღირსეული ქართველი, ეს და არც ნუ დავარქმევთ ოპოზიციური ძალების ერთიანობას. ეს უნდა იყოს ქართველი და კონკრეტულად ქართველი ხალხის, ნიშნელოვნად ქართველი ხალხის და რა თქმა უნდა არა ქართველი საქართველოს მოსახლეობისაც ერთიანობა, ერთი ინტერესების გარშემო. და რატომ არ იყო იქ ხელმოწერები? ამას გეკითხებით. აი ვთქვათ ირაკლი ალასანია, რომლის ჩამოსვლასაც ამდენი მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ერთ კონკრეტულ დღეს რა გითხრეს? არა, აი მე მინდა ლევან გაჩეჩილაძე როგორც იცის ხოლმე, აი ესეთი პირდაპირ და გულწრფელი პასუხი. ალბათ დაუკავშირდით ალასანიას. რა გითხრათ? მოვალ თუ არ მოვალ? რატომ არ მოვაწერ ხელს? რა იყო მისი პასუხი? ალასანია მითხრა, რომ მე ვიზიარებ ამ კონკრეტული მემორანდუმის ტექსტს და მე ძალიან მალე ამას ხელს მოვაწერ და პრობლემა არ არის. ნოღაიდელმა
უბასანიკიძე, ნინო ბურჯანაძე. ნოღაინელთან იმ შეხვედრის მერე კავშირი არ მქონდა. ნინო ბურჯანაძე ქალბატონის სალომესგან ვიცოდი რომ აწერდა და ფორუმი, რაშიდაც აბსოლუტურად ვეთანხმები, ითხოვს გარანტიას, რომ მე მოვაწერ ხელს ამ მემორანდუმს, ოღონდ საპარლამენტო არჩევნები თუ გადმოაგდო მიხეილ სააკაშვილმაო, მიხეილ სააკაშვილის ჩატარებულიო, იმაზე ნუ წახვალთო. ნუ დაუშვებთ იმის პრეცედენტს, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაიყლიჩოს, ზოგი წავიდეს და სააკაშვილი მერაბიშვილის არჩევნებზე გავიდეს ისევ და რაღაცა 5, 6, 10 ადგილი მიუგდონო და ზოგი არ წავიდესო. სააკაშვილის და მერაბიშვილის არჩევნებში კიდე ნუ არ წავალ თუ რამეს დავიწყებთო, სააკაშვილის გარეშე ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები, იმიტომ რომ პოლიტიკური რომანტიზმი ხომ არ არის შეპყრობილი ქართული ოპოზიცია უკაცრავად. ცუდი რა არის რომანტიკა? არა, ცუდი არაფერი არა, გადასარევია რომანტიკა, მაგრამ როცა პოლიტიკურ პერსპექტივებზეა საერთოდ სიყვარულზე დგას დედამიწა. სააკაშვილისნაირ ბოროტ ზრახველებზე როგორც კი მოვინდომა დედამიწან დადგომა, იქ დაიწყო სოფლიო ომები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე დგას დღეს დედამიწა და არ არის ისეთი დიდი, რომ მე მინდა თქვა, რომ ეს არ არის რომანტიზმი, ეს არის დამტკიცება იმისა, თუ ჩვენ საქართველოში მივახციეთ ამა თუ იმ ფორმით და მინდა ვთქვა დამტკიცება იმისა, რომ ქართველებს და საქართველოში მაცხოვრებელ ყველა არაქართველს შეგვიძლია თავისუფალი არჩევანის მიღწევა, რაც იქნება დამტკიცება მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფალი როგორ ამტკიცებთ? რა ფორმით თქო გეკითხები? დაიწყება მიტინგები დაიშლება? არა. აბა? ჩვენ 25 იანვარს უნდა ჩაგვეტარებია საკმაოდ გრანდიოზული თავყრილობა. და ვერ შედგა. არა, კი ვერ შედგა, არ შედგა. ჩვენ შეგვეძლო ეს თავყრილობა ჩაგვეტარებინა ერთ ადგილას, მეორე ადგილას. ყოველ შემთხვევაში, მოდი ესე ვთქვათ რა, კამერა როგორც ფანდი საზოგადოებას ძალიან ისე ხშირად აი ესე დიდ ნაწილად აიღებდა, რომ ვაიმე რამდენი ხალხია მოსული და მე დავიწყებდით, რომ არა 100,000 იმყავს გამოყვანილი, გამოვარდებოდა რუსთავი 2 და იტყოდა, არა 3,000 კაცი იყო და როგორც იყო და ამ დროს ბევრი იქნებოდა. არა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აქცია შედგება მარტო ერთ შემთხვევაში. თუ ის იქნება უკანასკნელი აქცია ჩვენ რას მოიცავს თავის თავში ბატონო ვარ ამის დაკონკრეტებას გთხოვ რას მოიცავს თავის თავში აქცია გისმენთ ხომ უნდა გაიგოს თავის თავში აქცია აი რას მოიცავს ეს იქნება უკანასკნელიო და რა რითი ჩვენ არ დავბრუნდებით სახში თუ ჩვენ არ მივახცევთ არჩევნებს სააკაშვილის გარეშე შევარდებით თუ საჭირო გახდა რა თუნდა შევარდნა კაცო არ შეუშვებთ ქუჩებს გადავკეტავთ რა თუნდა სად შევარდეთ მითხარით სად არის ის ადგილი სადაც ეს იქნება უკანასკნელიო და ანუ რა თქმა უნდა დემოკრატიული კონსტიტუციური არ შეიძლება რომ პარალიზება გაუკეთოთ რომელიღაც აზიის ქვეყანაში ზუსტად არ მახსოვს საერთოდ არ გამოსულან ცენტრში აეროპორტში შევარდნენ და პარალიზება გაუკეთეთ დღეს ხელისუფლების დამხობის მცდელობა არ არის ხალხში 20 წუთის წინ დაახლოებით თქვა ეს ნიკა გვარამიამ რა სიტყვით თქვენ ეს დავტოვოთ ჩვენ ნიკა გვარამიას აზრად მე გეტყვით ერთ რამეს რომ ნიკა გვარამიამ ძირითადად ორი სიტყვით კიდე მაპასუხებიათ ეკონომიკურ კრიზისზე ილაპარაკა და რასაკეთებს სახელმწიფო ამისთვის არ უთქვია ის რასაკეთებს ნახევარით საქართველოს მოსახლეობა დამრჩვალია დღეს მცირე კრედიტებით რომელიც მას კონკრეტული პროდუქციისთვის აქვს აღებული სახელმწიფო მოაწყო ფორს-მაჟორი ეკონომიკურად ომი და შესაძლებელია ამ კრედიტების ჩამოწერა ბანკების მიერ და არაფერს არ აკეთებს ამისთვის სახელმწიფო და რატო? იმიტომ რომ ისევ დაიმონოს, ისევ დააშინოს, ემუქრებიან ამ ხალხს, ვიღაცამ ფოტოაპარატი იყიდა, ვიღაცამ მაწივარი ტელევიზორი თუ მანქანა. ესეთი ხალხი არის 100,000. ეს პრობლემა რომ მოდის და მებრიქება, იქ რას აკეთებ? იქ მე რომ წავიყვან ჩემ გადაცემას, ზუსტად რეცეპტს ვიტყვი ეკონომიკის სექტორმა რა უნდა გააკეთოს და ეს არ იქნება პოლიტიკური. ეს იქნება მომხმარებელზე დაფუძნებული გადაცემა. კარგით, ბოლო კითხვა უნდა დაგისვა, თქვენ ახსენეთ თქვენი გადაცემა და რამ გამოიწვია ჟურნალისტებს აღარენდობით და პოლიტიკოსების ხდებით? ისე საინტერესოა ოპოზიციის დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ ჩვენ ნახეთ გასულ წელს მიტინგებზე, ძალიან მძიმედ ექცეოდნენ, როცა ნაციონალურ მოძრაობაზე არის ხოლმე პრეტენზია და არც თუ ისე უსაფუძვლო კი არა და ზუსტადად სწორად ნათქვამი პრეტენზია, როგორ უდიერად ეპყრობოდნენ ისინი ჟურნალისტებს, ანალოგიური ვიხილეთ ჩვენ
თქვენ ოპოზიციის მიტინგებზეც. ეხლა თქვენ გახდებით ჟურნალისტის როლში იქნებით და იგივე რომ გაგიკეთოთ რესპონდენტმა, რასაც თქვენ უკეთებდით თუნდაც ჟურნალისტებს. მე ბევრჯერ გამიყვია ჟურნალისტები ორფენად და კიდე ერთხელ გავყოფ და არიან ჟურნალისტები, რომლებიც არიან ნამდვილი ჟურნალისტები და არიან ჟურნალისტები, რომლებიც არიან მერაბიშვილის აგენტურა, უბრალოდ კამერები და მიკროფონები დარბიან. და ჩემ თავში წყვით, მე დღემდე რუსთავი ორს კომენტარს არ ვაძლევ და აღარ გავაგრძელებ ამაზე ლაპარაკს და არც ისინი არ იღებენ ჩემგან კომენტარს. რა აქედან გამომდინარე და ეს ჩემი მოგონილი გადაცემა არ არის. მე ვეხმარები ჩემ ძმას, ეს არის გადაცემას ვია პოლიტბიურო და ძალიან ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი წაიყვანს ჟურნალისტის რანგში, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ძალიან საინტერესოა პოლიტიკოსები, როგორც ჟურნალისტები, რას ფიქრობენ და საერთოდ რა კითხვები აქვს. ეგება პოლიტიკოსებს აქვთ საზოგადოების კონკრეტულ ნაწილზე კითხვა. ძალიან დიდი მადლობა. მე უნდა დავემშვიდობო ბატონ ლევანს, ისე ერთს ვიტყვი, როდესაც იგი ჟურნალისტის რანგში წარდგომაზე საუბრობს. ლევან გაჩეჩილაძეს ახასიათებს ამას წინა თქვი მაესტროს ეთერში. ერთი ასეთი უცნაური თვისება, როცა სრულდება გადაცემა, შემდეგ ესაუბრები და გეუბნება, კარგი იყო, საინტერესო იყო, მაგრამ და შემდეგ იწყება კრიტიკა. ახლა მე დავიტოვებ უფლებას, მე ჩავდგე უკვე კრიტიკოსის როლში და შევაფასო ხოლმე შემდეგ თქვენი გადაცემა. წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, კარგად ბრძანებით. საქართველოს უსურვებ წარმატებას და იყოს პირველი ნაბიჯი თქვენი გადაცემა ძალიან დიდი დღესასწაულისა და წარმატებისა, რასაც 2009 წელი ქვია. ძალიან დიდი მადლობა. მაშასე კიდევ გაკეთდა აქცენტი 2009 წელზე, გადაცემას ერქვა 2009 თუ 2013, თქვენ მოусმინეთ ხელისუფლებას, მოусმინეთ ოპოზიციას. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დიდი მადლობა რომ გვისმენდით, რომ გვიყურებდით. ერთმანეთს შევხვდებით მომავალ კვირას პირდაპირ ეთერში ზუსტად 8 საათზე საღამოს.